რასარგებელი მოაქვს ზოგადად კერამიკული ბლოკით მშენებლობას. და გარკვეული მიმართულებები ხაზი, რაც უკვე ისტორიის სახით ჯერ კიდე წლების განმავლობაში არის საქართველოში დაწერილი და მათ შორის კომპანია, რომელიც ამ ტრადიციას ძალიან კარგად და ხარისხიანად აგრძელებს, როგორც ასეთი. მე მინდა ვასილ ბაბლუანს მივესალმო პირდაპირ ეთერში, რომელიც მეტეხის კერამო ბლოკის თანადამფუძნებელია. მოგესალმები ვასილ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმები. ჩვენ სხვათა შორის წლების განმავლობაში ვისაუბრია ამ თემებზე და დღეს მინდა რომ უფრო სიღრმისეულად გავშალოთ აი საქმიანობის არეალი და რეგლამენტი, რაც ზოგადად მეტეხის კერამო ბლოკს გააჩნია. ქარხანას ზოგადად საწარმოს და როგორც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის იმპლემენტირება, ასევე ექსპორტიც მათ შორის და შესაბამისად უპირატესობებიც, რაც ამ ბლოკით მშენებლობას მოაქვს თან. გულწრფელად ვიამაყე ხა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიყავით შეხოთაშორის რამდენიმე დღის წინ დიდუბის ექსპოში გამოფენაზე, დეველოპერულ გამოფენაზე, სამშენებლო გამოფენაზე უბრალოდ და შესაბამისად, ანუ მართლა გამიხარდა ბევრი საინტერესო პროფილის კომპანიის ნახვა. იქ და ზუსტად ასეთია მეტეხის კერამო ბლოკიც ამ შემთხვევაში და ორმაგად მახარებს, რომ დღეს მათ შორის გამოცდილებასაც, ხედვასაც და ცალკეულ მიმართულებებსაც გავაზიარებთ ჩვენი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის. ისმენთ ყურადღებით. კი, სანდრო, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მეტეხის კერამო ბლოკი, ეხლა შენ სახელი ადრინდელი გახსოვს, რებრენდინგიც მოხდა, ეხლა თავიდან ბოლომდე, როგორც მოიხსენება, ჩვენ ძალიან ბევრი წლებია ამაზე ვმუშაობთ და ძალიან გაგვიჭირდა რეალურად ტექნოლოგიური კვლევების დასრულება და ამან ბევრი დრო წაიღო, ბევრი ფინანსური რესურსის წაიღო, წლები წაიღო, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს სამწუხაროდ ჩვენი თიხის სამშენებლო მასალად შექმნის არანაირი კვლევა არ არსებობდა და არ ექვემდებარებოდა მასობრივ წარმოების ტიპს რა. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი ისტორია როგორც შენ სწორად ახსენე, მთელი თბილისი, დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველო ძირითადად კერამიკული, აი ქართულ აგურს რო ვეძახით, ამით აშენდა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებაზე არის საუბარი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერამიკული სამშენებლო მასალით აშენებული 1000 წლეული შენობები გვინახავს და დანარჩენით არა რა, იმიტომ რომ ვერც კი შეედრება ამდენი წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიითაც კი დღემდე ბევრი სამშენებლო მასალა გამოვიდა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება კერამო ბლოკთან. ჯერ ის რომ არის ნატურალური, ესე იგი თიხა არის 100% თიხა არის, თიხის გადამუშავების უმნიშვნელოვანესი პროცესი კეთდება რომ მივიღოთ ჩვენ თუ ისტორიულად საქართველოში მარტო აგური, ქართული ტიპის აგური წარმოდებოდა. ჩვენ გვაქვს ახლა კერამო ბლოკზე, ბლოკის ტიპის სამშენებლო ბლოკზე არის საუბარი, რომელსაც ძალიან დიდი სამუშაო ჭირდება ჯერ თიხის დამზადებას, მერე მის შრობას და გამოწვას. აი 900 გრადუსზე იწვება ჩვენი კერამო ბლოკი და შედარება ხდება ხოლმე სამწუხაროდ არაინფორმირებული ან მშენებლების ან ადამიანების შედარება ხდება სხვა ტიპის სამშენებლო მასალაზე, რომელიც შეიძლება მზის შუქზე გაშრეს და დასრულდა რა. თბოიზოლაცია, ხმის გამტარიანობა, ცეცხლგამძლეობა, მედეგობა, წონა, კამერები, აი ბევრი მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს, რაც რა თქმა უნდა წინაპირობა არის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომხმარებლისთვის, როგორც მომხმარებელი შენ კერამიკული ბლოკის სახში ცხოვრობ თუ სხვა ტიპის სამშენებლო მასალის სახში. ისე პროპორცია შეგვიძლია ვასილ ვისაუბროთ, აი მაგალითად რა ვსგულისხმობ პროპორციაში, ხო? დეველოპერული პროექტები, სამშენებლო პროექტები მაგალითად, ხო? და მათ შორის აი დასავლური პრაქტიკაც. იმიტომ რომ ეხლა მე სწორად მახსოვს კი აღნიშნე შენ წინა სიტყვაობაშიც, რომ თავის დროზე ჯერ მარტო აი კასპშიც 5 ესპანური ოჯახი ჩამოიყვანა პირადად შენ. შეიძლება მეტიც ხო? 5 ესპანური ტენერიფედან. გრანადიდან, ბოდიში. შესაბამისად, ანუ აი ეს გამოცდილებაც ხო რაც ევროპას აქვს უკვე მრავალი წელია. შენც ახლა ევროპაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს და იქაური პრაქტიკა რას გვეუბნება? ერთის რომ აი პროპორცია როგორია, აი ჩვეულებრივი სამშენებლო ნედლეული და მასალები და კერამო ბლოკი, ხო? აი როგორია ევროპაში პროპორცია და რა პერსპექტივა გვაქვს ჩვენ? შენ წარმოიდგინე საცხოვრებელ სახლებში 100%-დან 100 კერამიკული სამშენებლო, რა თქმა უნდა, არც ერთი სხვა სამშენებლო მასალა არ გამოიყენება საცხოვრებელ ბინებში. ნავესებში, სხვა ტიპებში, ბეტონის ბლოკის, იმის სხვადასხვა. საცხოვრებელში მხოლოდ კერამიკული ბლოკი გამოიყენება, თუ სადაც რესურსი არის რა.
შენ სწორად აღნიშნე, ჩვენ ეს წარმოება ესპანეთიდან ჩამოვიტანეთ. ესპანური გამოცდილების არის ამ ოჯახის გამოცდილება 1800-იან წლებიდან იწყება, კერამიკული რამოდენიმე თაობა არიან, გადმოვიტანეთ ჩვენ საქართველოში, მაგრამ მოხდა ისე რომ ეს წარმოება, ევროპული წარმოება და ქართული ნედლეული შერწყმა, როგორც წინ ვახსენე, ძალიან ბევრი დრო წაიღო. მათი გასაკეთებელი გააკეთეს. დღეს ისე მოხდა, რომ ამ კვლევების შემდეგ სრულიად ქართული მენეჯმენტი ყავს, რებრენდინგიც მიტომ მოხდა და მენეჯმენტის თავიდან ბოლომდე მხოლოდ ქართული წარმოება არის ესპანურ გამოცდილებაზე დაშენებული უკვე ტექნიკურ სამუშაოში ჩვენმა აქტუალურ დღევანდელმა სტაფმა ხელმძღვანელობამ წარმოების ძალიან დიდი სამუშაოები გაწიეს და უკვე მიიყვანეს არა მარტო დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ჩვენი წარმოებისთვის იმხელა სამუშაოები და ამ სირთულეებით რაც გავიერეთ, სხვასაც თუ შეიძლება ხვალ დაჭირდეს კერამიკული მასალის წარმოება, ისეთი კვლევითი სამუშაოები ჩატარა ჩვენთან, რომ ქვეყნისთვის საინტერესო არის და გარდა იმისა, რომ ჩვენ წარმოების განვითარებას დიდი რესურსი აქვს, სამშენებლო დღეს მაგალითად ალბათ შეიძლება ითქვას, ამ ტიპის სამშენებლო საცხოვრებელ სახლებში და კორპუსებში ალბათ კერამიკული ბლოკის მაქსიმუმ 3-დან 5%-მდე შეიძლება გამოიყენებოდეს და რამხელა რესურსი არის ამის განვითარების და არა მარტო კასპში, არამედ მთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით ნედლეული ამისი და შეიძლება განვითარდეს უფრო და უფრო, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ქართული წარმოება არის და თავიდან ბოლომდე ქართული არის. ევროპული გამოცდილების დანადგარი ტექნოლოგია რეალურად მხოლოდ ეს არის დღეს და თავიდან ბოლომდე ქართული წარმოება არის და საქართველოსთვის კეთდება რეალურად. რა თქმა უნდა, აქვს საექსპორტო პოტენციალი, მაგრამ იმხელა ბაზარი არის საქართველოში, თუ რა თქმა უნდა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტიპის საცხოვრებელი და არა მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ ფასებში არ არის ძალიან უფრო ძვირი, ხშირ შემთხვევაში უფრო იაფიც არის სხვა სამშენებლო მასალებთან, მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ რა ტიპის საცხოვრებელი სახლში გვინდა ვიცხოვროთ. რა უნდა იყოს შენი აზრით, ერთგვარი ტრიგერიც იმისა, რომ ტრანსფორმაცია მოხდეს მათ შორის და გადასვლა მოხდეს თუნდაც იგივე კერამიკო ბლოკებზე, ერთი და მეორე, აქვე მინდა აუცილებლად ვკითხო, მასშტაბები და სიმძლავრეები. რეალურად მასშტაბების და სიმძლავრეების კუთხით. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, რომ ქართულია და შესაბამისად ყველამ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ქართულზე, ხო? მაგრამ მეორე ნაწილი რეალურად მოთხოვნა მიწოდების კორელაციის ამბავში, რა მასშტაბებზე გასვლა შეუძლია კომპანიას. ეგ არის პირველი ინფორმირება და ზუსტად ამიტომ ვიყავით გამოფენაზე და ძალიან დიდ რესურსს ხარჯავთ ეხა იმაში, რომ ადამიანები ინფორმირებული იყვნენ. ჯერ დეზინფორმაცია იყო, რომ აგურსა და კერამობლოკში ეშელებოდათ ეს რომ არც კი არსებობდა საქართველოში ამ ტიპის, რომ ეს კერამიკულ ბლოკზე არის საუბარი და არა აგურზე, ეს არის ბლოკი, სამშენებლო ჩვეულებრივი ბლოკი, მაგრამ ეს არის კერამიკის. მეორე ის, რომ თუ აქამდე იყო მცდელობები, ან იმპორტი არის ძირითადად და ან პატარ-პატარა წარმოებაც რაც წყვეტა, ესე იგი წარმოების წყვეტა, მედეგობაში, ტექნოლოგიაში პრობლემები. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ თითქმის თამამად შეიძლება ითქვას სამჯერ მეტი დაგვიჯდა ამ წარმოების აქამდე მოყვანა, ვიდრე თავიდან იყო და დროც და ფინანსურ რესურსის და დროც, მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს კერამიკული ბლოკის წარმოება საქართველოში, რომელსაც თავისი, რა თქმა უნდა, რესურსი გააქვს განვითარებით, მაგრამ უწყვეტად შეუძლია მოგაწოდოს ეს სამშენებლო მასალა. და შემდეგი ეტაპები არის უკვე წარმოების, რა თქმა უნდა, გაზრდა, როგორც კი ჩვენ ამ წარმოების მოთხოვნა მიწოდება სრულად ავაკმაყოფილებთ, ამის შემდეგ ეტაპები არის გაზრდა, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გავლილი არის, შემდეგ უკვე გაორმაგება, გასამაგებაც კი წარმოების ხაზის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი დროის და მოთხოვნის ის არის რა. ექსპორტი ახსენე წეგან, მადლობა ძალიან საინტერესო პასუხისთვის. ექსპორტი ახსენე წეგან და ექსპორტზე მინდა გკითხო და მათ შორის ხალისხობრივი თავზებადობაც. ნუ ეხლა დასავლური გამოცდილება ზოგადად ამ მიმართულებით არის კოლოსალური და შესაბამისად რო ავიღოთ მაგალითად საქართველოში ნაწარმოები ბლოკი და მაგალითად
ესპანეთში ნაწარმოები ბლოკი. აი ხარისხობრივად თავსებადობა განსხვავებები უპირატესობებიც მათ შორის, იმიტომ რომ მე როცა ამ კითხვას ვსვავ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გინდა თუ არა ქართული ცუდია და უნდა დაეციოს ევროპოს. არ არის ეს ასე, ქალბატონებო და ბატონებო, არის რაღაც ნიუანსები, რაშიც ქართულსაც ძალიან დიდი უპირატესობები აქვს, ხო? ჩვენ პირველი ზუსტად ამიტომაც დავიწყეთ, რომ პირველი კვლევები, რაც გავაკეთე ლაბორატორიაში, ჩვენი თიხის მასალები, რაც გავაგზავნეთ, ესეთი კლინკერი არის თიხაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თიხის მასალა. და ამის ამ დონეზე იყო ქართული თიხა, აი კლინკერის წარმოებაც კი შეიძლება ამ თიხით. გამომდინარე იქიდან ჩვენ თამამად შეგვიძლია რომ ძალიან მაღალი ხარისხის არის. მასიურ წარმოებაში უკვე შერევებში, კარიერებზე რაღაც მასიურ წარმოებაში სწორი შედეგი გვაჩვენა და დღეს თამამად შეიძლება შეფარდება ის სხვა ტიპის თიხა არის, ჩვენი სხვა ტიპის თიხა არის, მაგრამ ქართული კლიმატისთვის, ქართული ბუნებისთვის, როგორც სხვა დანარჩენიც, ეს არის საუკეთესო. ნებისმიერი ტიპის იმპორტირებული თიხის მასალას ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გაუწიოთ, როგორც ხარისხი და ესე მიწოდების ნაწილშიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს თქვენ ადგილობრივ წარმოებას ყველა ქვეყანაში ეს უპირატესობა აქვს, რომ იმპორტირებულ მასალას, მათ შორის საკვებზეც ხშირად გველაპარაკია, ხო? საკვებზე იმპორტირებული მასალას უნდა ედო რაღაც დოკუმენტ, შეიძლება და ამ წარმოებაში რაღაც წარმოდება, მაგრამ საქართველოში წარმოებულს აქვს ის ფუფუნება, რომ თქვენ შეგიძლია მეხვიდეთ და ადგილზე ნახოთ, როგორ წარმოება პროცესიც კი როგორ წარმოვდება ჩვენი თიხა, აი რა გადამუშავებებს, რა ტიპის საფქოებში გადის ეს თიხის მასალა, როგორ მიდის ამის შეზელვა, როგორ მიდის ამის ყალიფში გამოშვება, როგორ მიდის ამის შრობა, მერე ცხობა, მერე გამოტანა ეს პროცესიც ისეთი საინტერესო, იმდენად საინტერესო არ და იმდენად ბუნებრივი არის ქართულ რეალობასთან და ქართულ სამშენებლო სექტორთან და ჩვენ ბუნებასთან ძალიან საინტერესოა და ამის ფუფუნება რეალურად ქართულ წარმოებას შეუძლია და მივიდეს და ნახო სანახაობრივადაც და გარდა ამისა უკვე ჩვენ გამოცდილი ეს წლების განმავლობაში ჩვენი მასალით გამოცდილი უკვე ბევრი მომხმარებელი ყავს გამოცდილი წლების განმავლობაში ის ადამიანები ვინც ჩვენი მასალით სახლები აშენეს და მადლიერი მომხმარებელს რო ეძახიან დღევანდელ ბაზარზე იზრდება ეს ტრენდი რა თქმა უნდა ტრენდი იზრდება და ყველაზე სასიამოვნო ამ ნაწილში კიდევ ის არის რომ ეს მადლიერი მომხმარებელი 99%-დან 100% არის რა მადლიერი მომხმარებელი ვისაც ისე ერთი კითხვა მაქვს კიდე რომ გავაკეთოთ აი სეპარაციაც საცხოვრებელი ნაწილი და ინდუსტრიულ ნაწილში რამდენად გამოყენებადია აი ქარხნები მაგალითად და მაღალი სიმძლავრეები აი ნებისმიერ შენობაში სადაც თბოიზოლაცია ხმის გამტარიანობა წონას მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა საჭირო პროდუქტი არა ძალიან მაგარია და მაღლა ორმაგად საამაყოა ის ამბავი რომ საქართველოში წარმოება ეს ყველაფერი და ჩვენი მიზანიც არის ვალიც არის ეს ყველაფერი რომ ანუ მაქსიმალურად აი ამ თითოეულ კერას წარმოების ხელი შეუწყობს და რაც შეიძლება მეტი წარმოება ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მიუხედავად იმისა ჩვენი ეს პროექტი მაგალითია იმისა რომ წლების განმავლობაში ნაწვალები პროდუქტი არის ფინანსური პრობლემებიც გაიარა ტექნოლოგიური ისიც მაგრამ შედეგამდე მივედით ქართული პროდუქტი დავსვით და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ამ პროდუქტით აშენებული სახლი გაუძლებს რამოდენიმე 100 წლეულს დანარჩენი მასალებით არ ვიცი ვასილ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის როგორც ყოველთვის მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობები და მოკლედ ხო მადლობა საინტერესო მუხტის შემოტანისთვის რომელიც შემოიტანა გადაცემაში ნამდვილად ბატონი ვასილ ბაბლუანი ასრულებდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს